შობის ტაძრიდან გამოასვენეს და წალკის წყალსაცავთან მიასვენეს. Რატომ დაამტყუეს დღესასწაული ღვთისმშობლის მარხვას და რა ტრადიციებს ატარებს წალკის მოსახლეობა? რუსტონ ჭაბუკიანი გიამბობთ. წალკაში ეს დედათა მონასტერია. აქ ბუნება დილით ადრე იღვიძებს და დედებიც ბოსტანს დილიდან უვლიან. მარიამობის მარხვას ისინი მრევლთან ერთად შეხვდებიან. ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში წალკის მოსახლეობა შეიკრიბა. მამა მოსეს მრევლი ღვთისმშობლის მარხვის დღესასწაულისთვის ემზადება. კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში ძელთა შემოტარებისა. წინა დღის სიწმინდეს პატივით გამოაბრძანებდნენ ხოლმე ბიზანტიის იმპერატორთა კარის ეკლესიიდან, სადაც იგი ინახებოდა და წმინდა სოფიას ტაძრის ტრაპეზზე დაასვენებდნენ და სრულდებოდა აიაზმა, ანუ წყლის კურთხევა. შემდეგ ჯვარს 2 კვირის მანძილზე ქალაქის ქუჩებში დააბრძანებდნენ ადგილთა საკურთხევლად და სნეულებათა თავიდან ასაცილებლად. მამა მოსეს წინამძღოლობით სიწმინდეები ტაძრიდან გამოასვენეს და წალკის ქუჩებში შემოატარეს. მსვლელობაში მონაწილეობა ყველა მორწმუნემ მიიღო. ისინი ამბობენ, რომ მარიამობის ღვთისმშობლის მარხვა მათთვის დიდი დღესასწაულია. ძალიან მიხარია. ქრისტიანული აღორძინების საფუძველი იქნება ძალიან მწვავს. წალკაში ასეთი ღონისძიებები ხშირად ტარდება მეუფის წყალობით, მოსეს წყალობით, მეუფე არანიას წყალობით. ყურადღებას გვაქცევს უწმინდესი და უნეტარესი შარშან ყველიერის დამთავრების დროს ვიყავით მთელი მრევლი სამების ტაძარში დაგვროცა უწმინდესმა და უნეტარესმა და ვცდილობთ რომ შევასრულოთ მიცილოსმა კურთხევა. წალკის მოსახლეობამ 5 კილომეტრი ფეხით წყალსაცავთან მისასვლელად გაიარა. სტიქაროსნებმა სიწმინდეები ტბის ნაპირზე დაასვენეს და მამა მოსემ წყალკურთხევა დაიწყო. მრევლის მარხვის დაწყებამდე ტბაში განიბანება და დღესასწაულს რწმენით სავსე შეხვდება. მიმდინარეობს განწმენდა ადამიანებისა, ხალხისა, რომლებიც მნიშვნელოვანი დღესასწაულია. დღესასწაულად ითვლება საერთოდ ქრისტიანული ერისათვის. მე ასე ვიცი და მე ასე მგონია. ძალიან მიხარდა რომ აქ წამოვედი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ წყლის კურთხევა იყო და მამაოსაც კარგად იცნობდა და ძალიან მიყვარს ეს მამა. კიდე ბევრჯერ რო იყოს ასეთი დღესასწაულებიც და ბევრჯერ რო მოხდეს ასეთი რამე, კარგი იქნება ძალიან. ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, რომელსაც შინა ქართული ენით ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღეს. და მე ვარ ბედნიერი, რომ იღუმენ მოსეს მეოხებით მონაწილეობა მივიღე წალკის ქართულ მიწად ქცევაში. წალკის გამგებლის განცხადებით მარიამობის მარხვა საერთო დღესასწაულად სპეციალურად შეირჩა, რადგან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. მიხეილ ცქიტიშვილს იმედი აქვს, რომ დღევანდელი დღის მადლი ჩამოსულ მოსახლეობას დაახლოვებს. დღევანდელი დღე მარიამობის მარხვის პირველი დღე ჩავიფიქრეთ, რომ ყოფილიყო წალკისათვის ერთი პატარა ლამაზი დღესასწაული, რომელიც დაახლოვდა კიდევ და კიდევ აქ ჩამოსახლებულ მოსახლეობას მაღალმთიანი აჭარიდან და სვანეთიდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. რაც პირველ რიგში უფლის წყალობით გამოიხატებოდა და მამამოსის ლოცვით იქნებოდა კურთხეული. გულითადად მოგილოცავთ მარიამობის მარხვის დაწყებას და ქრისტიანებს, ვინ ჯერ კიდევ არ მარხულობთ, სასურველია დაიწყოთ, რაც თქვენი მომავალი ბედნიერი ცხოვრების საწინდარი იქნება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. წალკაში მარიამობის მარხვის დაწყებამდე დღესასწაული დღეს მეორედ იმართება, რაც მამა მოსეს ამიერიდან ტრადიციად იქცევა. ატმოსფერო